კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ახალი ინიციატივა. სააგენტო 9 კულტურული ძეგლის რეაბილიტაციას გეგმავს. კონსერვაცია თუ რეაბილიტაცია ეს თემა მესამე სექტორისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის დავის საგანი გახდა. როდის დაიწყება პროექტის განხორციელება, ნახეთ დროს რეპორტაჟი. გადავარჩინოთ ძეგლის სტატუსის მქონე ავარიული სახლები. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2014 წლის მნიშვნელოვანი პროექტი დღეს ბიძინა აფხაზავამ გაახმოვანა. შეხვედრას მთავრობისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 9 ჩამოთვლილი შენობა ნაგებობის რეაბილიტაციის საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეშვილი მიიჩნევს, რომ ამისთვის ძალიან დიდი თანხებია საჭირო და ადგილობრივი ბიუჯეტით პრობლემა ვერ მოგვარდება. სააგენტოს ხელმძღვანელი კი შენობების გადარჩენის აუცილებლობაზე საუბრობს. თავისთავად ტრანშიც უნდა გამოიყოს ამასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობამაც უნდა იზრუნოს ამ სახსრების მოძიება, რა თქმა უნდა, თვითმმართველობასაც აქვს გარკვეული თანხები. შევისყიდოთ პროექტი, იგულისხმება პროექტის შესყიდვა. ამის შემდეგ ჩვენ უკვე შევართ წინადადებით მთავრობაში. მომავალ წელამდე თუ გაძლო მაგ სახლებმა და მე მგონი უნდა გაძლონ, მომავალ წელს უკვე გაკეთებული იქნება. სააგენტოს მიერ წარმოდგენილი 9 ავარიული სახლიდან რეაბილიტაცია 3-ის ნაცვლად 2-ს, მახინჯაურში ჯინჭარაძის 21 ნომერში მდებარე სახლს და მელიქიშვილის 21 ნომერში მდებარე მწერალთა სახლის შენობას ჩაუტარდება. ამ უკანასკნელის დაფინანსებისთვის საჭირო თანხებს აჭარის განათლების სამინისტრო დაფარავს. თუ კი ვლაპარაკობ ჩვენ კონსტრუქციულ ნაწილზე და ზოგიერთ ზეგს კონსტრუქციული ნაწილის გადაწყვეტა ჭირდება, მას ალბათ უნდა. წინათა კავშირი, რომელიც არის ერქვა სამინისტროს დოტაციაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ გარკვეული ვალდებულებაც გვაქვს მიხედოთ ამ წესს. შენობების რეაბილიტაცია თუ კონსერვაცია. ხმაური სწორედ ამ საკითხების განხილვას მოყვა. მთავრობის წევრების მოსაზრებით რეაბილიტაციისთვის მილიონობით ლარია საჭირო. ამიტომ პირველ ეტაპზე შენობების გადარჩენაზე, ანუ გამაგრებაზე შეჩერდნენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და ასევე სამინისტრო მთავრობასთან ერთად უნდა იმუშაოს უფრო კომპლექსურ პროგრამაზე, რომელიც ზოგადად უზრუნველყოფს ქალაქში კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და ამძეგლების გამაგრებას მაინც პირველად ეტაპზე. რამდენად მოკლე ვადებში შეიძლება გამოიყოს თანხები და რა დროს გაუძლებს შენობები, სანამ მათი ბედი გადაწყდება. აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თანხის ნაწილს მთავრობაც გაიღებს. ეს უკვე კონკრეტული სპეციალისტების რჩევებიდან გამომდინარე უნდა იყოს, იქნება სრული ნაწილობრივი თუ მხოლოდ გამაგრების სამუშაოები, რაღაც თანხების რესურსი ნამდვილად არსებობს. ბათუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი პროექტია. თუმცა თვლის, რომ მთავრობის პრიორიტეტებში ძეგლის სტატუსის შენობების გადარჩენა არც ამჯერად შედის. პრობლემაზე ხმაურს საუბარი დავიწყეთ. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ ძალიან სასწრაფოდ არის საჭირო, იმიტომ რომ მართლა გადარჩენაზე არის საუბარი და მართლა ვფიქრობ, რესტავრაცია ამ ეტაპზე ჩვენნაირი ქვეყნისთვის, ჩვენნაირი ბიუჯეტის მქონე სახელმწიფოსთვის ალბათ დიდი ფუფუნება არის. რომ არა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინიციატივა სამთავრობო ამაზე ნაკლებად ზრუნავს. ბათუმის მთავარი არქიტექტორი გია რამიშვილი ამბობს, რომ ძეგლის სტატუსის მატარებელი ბათუმში 250 შენობა, რომელთაგან დახმარებას 200 საჭიროებს. ამ წუთას შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ მწვავე ავარიული შენობების გადარჩენის საკითხი. სხვა თემებზე სამუშაოთ ამ წუთას დარწმუნებული ვარ, რომ მზად არა ვართ. იმდენად კომპლექსურია და იმდენად რთულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობა, რომ შეუძლებელია ასე მოკლე ვადებში ამ საკითხის გადაწყვეტა. თუ არ გადაწყვეტა. ბათუმში არის 240 ძეგლი, რომელშიც სულ ცოტა 200 აქედან არის ძალიან მწვავე მდგომარეობაში, შეიძლება ითქვას ავარიულ მდგომარეობაში. ჩამოთვლილი 9 შენობიდან დარჩენილი 7 შენობა აბაშიძის, მელაშვილის, ზუბალაშვილის, გორგასალის, კოსტავას და გამსახურდიას ქუჩებზე მდებარეობს. ისეთი შენობების რეაბილიტაცია, სადაც ოჯახები ცხოვრობენ და მათი საცხოვრებლი დაკმაყოფილებას დიდი თანხები სჭირდება, დღის წესრიგში ამ ეტაპზე არ დგას.